გამარჯობა. აი, უკვე დადგა ის დრო, რომ განახოთ ეხათ 98% დასრულებული მანქანა და ვიტყვი რატომაც. არის 98%. მაგრამ მოდი ვნახოთ. აი ეს. ეს ულამაზესი, ეს უმშვენიერესი, აი ძალიან რო უხდება. აი ბევრმა მეგონი იცოდით რა ფერზეც კეთდებოდა ეს მანქანა. მაგრამ ბევრმა არ იცოდით, ბევრმა რაღაცა იასამნისფერიო, ბევრმა რაღაცა ლურჯიო, რაღაცაო, ისაო, ესაო. არჩი არა, არც ერთი არა, აი ამ ესფერი რო უხდება ამ მანქანას. რავი აბა, სხვა რა უნდა მოუხდეს. ულამაზესი, აი შეხედეთ, აი მინა თეთრი იყო ეს მანქანა, ვინც არ იცით. და თეთრის მერე, აი ესეთ ვიდზე მოვიდა. თეთრიც ძალიან ლამაზი იყო, ვერ ვიტყვი რომ თეთრი ლამაზი არ იყო რა, მაგრამ აი ეს რო დააკო და ეს ემი ეს კრილოებზე, ეს ტუჩი, ეს ნომერი, ეს თვითონ ეს ფერი, ეს BMW-ის ლოგო შეიცვალა, შავი ლოგო გახდა. აქ ეს მატყუ არ ამაკლია, ვინც შეამჩნიეთ 98% რატომაც თქვი, არის ის რომ ეს ჩვეულებრივი რამეაო, როგორც მითხეს, რავი, პირველად დღეშიო, მისაყვანია და გასწორებელია, როგორც მითხეს, გასწორდება მარტივად რა. ეხა რა დარჩა პატარ-პატარ რაღაცეები. დისკები, შესაღები, ეს ფირი გასწორებელი, აი ესეც შესაღები მაქვს, ეს. მაგრამ ეგ არაფერი, მაგრამ აი შევიდეთ რა შეხედოთ, აი ულამაზესია რა. ფორმები უფრო გამოუჩნდა. აი ძალიან ლამაზი მანქანაა. აი ულამაზესი მანქანა არის. არ ვიცი, GOC მართლა ძალიან ლამაზი არის რა. უკიდანაც ეხა რავი ალბათ ჩემს კარნიზი არ მაქვს დამატებული მოხსენი, რაც მეყენა არ მომეწონა. სპოილერი, ეს ვერ მომიხსნეს, მითხრეს რომ რთული ამბავია ამის მოხსნაო იმ გამოთვლების გამო სავარაუდოდ და ვინმეს ვიპოვი გამოვცლი მაგას. არა, აი მას შეხედეთ. აი ამას. აი ამ ულამაზეს დიფუზორს. ძალიან ლამაზია. ძალიან მოუხდა, იმინა დააკოდა მანქანას. მაგრამ დადაბლდა საკმაოდ მანქანა. კიდევ შიგნით. აი ეს კარბონის ქავერები დავაყენე. აი ეს ალკანტარა გადავაკარი ამას. მოდი ჩავждეთ. და კიდე რავი, მეტი აქ შიგნით დამატებული არაფერი არ არის ამ ალკანტარას და ამ კარბონის ქავერების გარდა. ქავერები ამ მთლიანად არ გამომიცვლია, შემეშალა, საუბრობთ გამოუწერდა მთლიანად გამოუცვლი ამას. იმიტომ რომ ჩემს რაღაც ნაფხაჭნები ქონდა, არ მომწონდა და მაგიტომაც რა. ეს შიფტერები რაღაც არ მინდა რომ კარბონის დავაყენო, მგონია რომ არ მოუხდება და ეს ფერი ამაზე მიდის რა. ეს არის ჩვენი, აი ეს თეთრები დარჩა. მიხვდებით ახლა მანქანა ადრე რა ფერიც იყო. მოდი ახლა ხმას მოვუსმინოთ. სანამ სასრიალო წავალ, სასრიალო ვაპირებ ლილოში სასვლას. მანამდე მოდი ესე ცოტა ჩაბნელებულზე, იმიტომ რომ უგეჩანს ყველაფერი, ესე განვიხილოთ რა. მოკლედ, ფარები. ფარებზე გითხარით წინაზე რომ ვიდეო გადავიღე, რომ ისა ვაპირებდი, რა ქვია, ვაპირებდი რა, ჩაყვითლებული იყო ეს ყვითელი ფერებისაც ქონდა რა და გითხარით რომ უფრო მოხდებოდა. ეხლა თქვენთან ამიწერეთ კომენტარებში, როგორ ჯობია, ეს თეთრი დამეტოვა თუ ყვითელი? იმიტომ რომ ყვითელი შავს ბევრად უხდება რა. თეთრი შეიძლება იმდენად არ უხდებოდა, მაგრამ თქვი კიდევაც რომ რა ფერსაც დავაყენებდი, ის ბევრად უფრო მოუხდებოდა რა. კიდევ საინტერესო რა არის რა? საინტერესო ის არის რომ აი ეს ფარი აქ რაც არის shadow line-ის რა. ბევრმა არ იცის რას ნიშნავს shadow line-ი. Shadow line-ი არის რომ აი ჩაოლებრივებს პრასტოვი ფარებს GOC-ის. აქ აქვს, რა ქვია, ეს თქვა თეთრი ნაცრისფერი ეს BMW LED-ი მასე აწერია რა ეს. აი ეს გადატარებაც, გადაყოლებაზე რა. ეს კიდე უფრო მუქია, შავში გადადის. კიდე shadow line-ი გადადის მთლიანად მანქანაზე, ესე. და მანქანა შიგნიდან არის წითელი არა, შინდისფერი უფრო. კომპლექტაციას რაც შეეხება, ეხა ყველაფერი არა აქვს, ანუ პარკინგ სენსორები არა აქვს, head-up display არა აქვს. ეგეთი რაღაცები არა აქვს და რატო ალბათ ვფიქრობ, რომ 340-ებს უფრო არ აქვს ხოლმე, გვიდე 330-ებს. 330-ებს ვინც ყიდულობს უფრო იმისთვის აქვს ხოლმე შედარებით რომ daily use-ისთვის და მოკლედ
სამსახურის სახლი მანქანის გამო რა. ეხლა ამ მანქანას მიწყიდოს, მაგისთვის არ აქვს და ალბათ არ ამატებენ ხოლმე ხშირად ეგეთ კომპლექტაციას. კიდე რავი, 340-ებში მინახავს, რომ პარკინგის ფუნქციები აქვს, ანუ თავის დრო აყენებს რა. ეგ M-ებს ქონდა მეგონა, მაგრამ ვიღაცაზე ვნახე, რომ ქონდა ეგ ფუნქციაც, რომ პარკირება შეეძლო მანქანას თავისით რა. ეს ცალკე გამოწერე, ეს შავი რა და შავი მიყენდა ამის დაყენებისთვის. ეს ჩაშავებულია, ეს სპოილერი დაყენდა, დიფუზორი წინაფერე, ესენიც გამოცვალე რა თქმა უნდა, თავები ამის. საბურავები გუშინ გამოცვალე, იმიტომ რომ გუშინ დაუწვი მთლიანად ის საბურავები, დღესაც ვაპირებ. წინების გამოსასვლელი მაქვს, მაგრამ ჯერ არ ვაპირებ წინების გამოსვლას. რავი, გარე ვიზუალი ესეთი არის რა. რაღაც პატარ-პატარა შესწორებები უნდა, მაგრამ ეგ ამ პატარ-პატარა შესწორებებში ვამბობ, რომ აი რავი, ალბათ პერფექციონისტი ვარ, არ ვიცი, ხუეზნად. პროსტა არის რაღაცები, რაც აი პატარა უმნიშვნელოა შეიძლება ბევრისთვის, მაგრამ ჩემთვის არ არის რა. ეხლა მაგალითად ეს კაპოტი კარგად დასაზორებელია, იმიტომ რომ აქ თიცვდებ, აქ ვერვდებ, კარგად არზის რა, როგორც ხვდები. კიდევ აქვია ის, ეხლა იმაზე ვთქვი, ეს ამოსაჭრელია, აი ეს უნდა მოიჭრას უეჭველი, არ ვიცი მასე რატო გააკეთეს, რატო გამატანეს ეგეთი, მაგრამ რავი, რას ვიზამთ. ნუ გადააოლებენ ამ ყველაფერს თვალს და რამე თუ იქნება ისეთი დეფექტიანი, მაგ ყველაფერს გამოასწორებენ, რა თქმა უნდა. ავი სხვა ისეთი არაფერი რა. წესით ძალიან უნდა მოგეწონოთ, ამის მერე ჩავსვავ კლიპებს მოსატარების და დაგევასებათ რა. მე კიდე რაც დამევასა ძალიან რა, თქვენ არ გინახავთ პროსტა, ეს მანქანა რომ გამოვიყვანე, ტუჩის გარეშე იყო რა. აი ტუჩის გარეშე კი ლამაზი იყო, ეფექტი მაინც ჰქონდა რა, მაგრამ აი ეს რაღაცა პლასმასი რო პლასმასი რო ამხელა ეფექტს აძლევს მანქანას, აი ეს პლასმასი რო დაყინდა, აი მანქანას ბევრად უფრო აგრესიული ვიდი მისცა. აი თან ყველა BMW-ს ხო ისა, რა ქვია, ავი თუ წინიდან BMW-ს უყურებ, უნდა იყოს აგრესიული რა. თითქმის ყველა ეგრეა, რამოდენმეა თუ რაღაცა უაზრობა, თორე თითქმის ყველა BMW წინიდან რო შეხედო, უნდა იყოს აგრესიული რა. ეს იმენა ეგეთი არის. აი აგრესიული არის. ძალიან მევასება. უფრო შავზე დავაკვირდებოდით, რომ ხაზები უფრო გამოიკვეთა, ანუ დეტალები მანქანისაც აქვს, ეხა კაპოტზე მაგალითად ის ხაზები, ორ-ორი ხაზი რო აქვს ესა გვერდებზე ეგიც გამოიკვეთა, შიტოქსის ეს ხაზები გამოიკვეთა, ყველაფერი თითქმის გამოიკვეთა. ეხა ეს ფერი, არ მithkoms, არის satin black-ი რა, მაგრამ არის რაღაც ადგილები, სადაც satin black-ი არა, მაგრამ ესეთი მთლიანი შავი პრიალა დაყენდა რა. gloss black-ი არის ეს როგორც ვიცი. ხო, ეგ არის და ეგ. მოდი ეხა მანქანა ნახოთ როგორ დადის. Snakes everywhere, bro.